EUTOS საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი განცხადება დილიდან განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაასრულა. EUTO არ არის გამონაკლისი, რომელიც ხვდება, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რაც შექმნა ქართულმა ოცნებამ, ურთიერთგანადგურების რეჟიმში მყოფმა პოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკამ და ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი გამოსავალი. ეს არის შესაბამისი პოლიტიკური პროცესის და კომუნიკაციის დაბრუნება, რაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსავლად. იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას, უნდა გადაუჭრათ ის მთავარი ორი გამომწვევი მიზეზი. ეს არის სამართლიანი არჩევნების საკითხი და მასზე დიალოგის საკითხი და მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ყოველთვის საუბრობდით, რომ არასოდეს ჩვენ არ ვიყავით ძალადობრივი მეთოდების გამომყენებლები და ყოველთვის ვიყავით ჩართულები მშვიდობიან წინააღმდეგობაში და პროტესტში, ამიტომაც არაფერი რაღაც განმასხვავებელი ამ შემთხვევაში არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა წავიკითხოთ ეს განცხადება არაც სამხრივად, არამედ უნდა გავიგოთ მთავარი გზავნილი, რომ საჭირო არის მათ შორის პოლიტიკურ პატიმრებზე იყოს საუბარი და საუბარი არის მათ შორის თავისუფალ არჩევნებზე და კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე და კრიზისი შექმნილი არის ივანიშვილის მიერ, პოლიტიკურ დევნას აწარმოებს ივანიშვილი, არჩევნების გაყალბების თავისუფალ მექანიზმებს იყენებს ივანიშვილი, ამიტომაც მხოლოდ ოპოზიციაზე თქვენი მხრიდან აქცენტის გაკეთება ძალიან სამხრივი გაგება არის ამ ზოგადად რა თქმა უნდა განცხადების. პასუხისმგებლობა ზოგადად ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გაცილებით მეტი არის არსებულ ხელისუფლებაზე. და ამიტომ ეხლა ყველა პასუხი ყველა კითხვა მიემართოს ოპოზიციის გარკვეული ნაწილისკენ და ამ დროს ოცნებამ არაფერი არ შეცვალოს, ეს რა თქმა უნდა არ არის სამართლიანი. ჩემთვის აქ მთავარი არის ოცნება რანაბიჯების გადადგმისთვის არის მზად. დღეს რასაც ვუყურებთ, არანაირი სიგნალი ამისი არ ჩანს სამწუხაროდ. ასე რომ მესმის რომ EUTOS საპარლამენტო ასამბლეის ეს განცხადება ერთის მხრივ თითქოს ასე ჩანს, შეიძლება ვიღაცამ კიდევ უფრო მეტად მოინდომოს რომ ეს მხოლოდ ოპოზიციას მიემართება, მაგრამ ჩემთვის სრულიად საპირისპიროა. პირველად მოხდა, როდესაც საერთაშორისო სტრუქტურა ლაპარაკობს ძალადობის დაგმობაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ. ამ კანონების მიღება დავიწყეთ, იმიტომ რომ ეს იყო საპასუხო რეაქცია, რაც ხდებოდა. თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და სხვები, ეს რადიკალურად განწყობილი ადამიანები იტყვიან, რომ ისინი უარს ამბობენ ამ ძალადობაზე, ისინი მზად არიან კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში მოექცნენ და ამ მიერიდან ამ ბოიკოტისა და რევოლუციის რეჟიმში კი არ განვითარდება ურთიერთობები, არამედ კონსტიტუციური დანაწესის ფარგლებში, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება ამ კანონმდებლობის გადახედვაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთხელ თქვა კიდევაც, რომ თუ ჩვენ დავინახოთ, რომ ეს ადამიანები ძალადობაზე უარს ამბობენ, მე შეწყალების ნაწილში დავფიქრდები სერიოზულად რაღაცებზე, მაგრამ როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ გამოვალ თუ არა ციხიდან, უფრო ექსტრემისტი ვიქნები, ვინმე მანამდე ვიყავი, მაშინ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გაძნელდება. დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, არ არის იმიტომ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც ქვია პარლამენტი. მნიშვნელოვანი განცხადება, რომ არჩევნების გზით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საარჩევნო ყუთებთან მისული ამორჩევლის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს. მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის მაინც იქნება მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქებში, ტალინში და ვილნიუსში სირბილის მაგივრად იქნებ თავის მოსახლეობას საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდში და ახალციხეში. ის რეალობა, რომელიც მოხსენებაში აღწერილი, რასაკვირველია საქართველოს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, მაგრამ ამავე დროს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ეკუთვნის გარკვეული პასუხისმგებლობა, რასაკვირველია არ წარმოადგენს ობიექტურ შეფასებას, ვინაიდან დაგვიგეგმეს ისე, რომ ეს ამ გეგმის ჩამოყალიბებაში და შედგენაში აქაურ ოპოზიციონერებს კი არ მიუღიათ მონაწილეობა. ეს სცენარი არ არის საქართველოში დაწერილი, ასე რომ სიღრმისეული ანალიზი გაკეთებულია, რომელშიც უნდა ვემჯეროთ.